მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცვლელად მოვიკითხო ეს ადამიანის განსასწრებაში ხართ პატიმრები განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო და უცხოეთში მყოფი ქართველი, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ის ადამიანი, ვისაც რამე პრობლემა გაქვთ, ყველა სიხალე და სიკეთე მინდა გისურვოთ და დღეს ყავს საპატიო სტუმარი, მამა გიორგი თევდორაშვილს ვინახავ ხოლმე ყოველთვის რაღაცა მნიშვნელოვანი რო ხდება ხოლმე ყოველთვის და ასე ჩვენ ცხოვრება რაღაცა სულ დატვირთული არის რაღაც ამ დაძაბულობით ამ იმით და როგორ უნდა გავუძლოთ ამ ყველაფერს მამა გიორგი თევდორაშვილი ყავს სტუმრად ადამიანი რომელიც ჩემთვის ძალიან დიდად პატივსაცემია ყველა ჩემ მსმენელმა იცის და ჩემმა შინაურმა და მამო ბედნიერებას გისურვებთ პირველ რიგში დაგულოცე და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ ეკლესიაში რა ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან ხართ მოძღვარი რა დაგულოცეთ ერთად ვიყოთ გიორგი ბედნიერები და ყველა ჩვენს მედელს მაყურებელს უსურვებ ბედნიერება საღამო მშვიდობისა ვეცდებით რომ თქვენთვის საინტერესო თემები გავაშუქოთ და ეს წუთები იყოს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და საინტერესო მადლობა გიორგი რომ არ დაგავიწყდი და მომიწვიე ამასთანავ თეკლასთან რო ვიყავი ეთერში ვიფიქრე რომ გიორგი განაგაბრაზებული ხო არ არის ჩემზე რატო აღარ მიწევს ეთერში მეთქი და რა დამშვიდი რომ მომიწვიე და ისევ შენთან რო სულ ესე მეხუმრება ხოლმე და მადლობა დიდი მამაო რომ ხართ რა რასაუბრობთ იქამდე მაცოცხლოს ღმერთმა სანამ თქვენი მოწვევა შემეძლება რა და დიდი მადლობა ჩემთვის ყოველთვის იქნება დიდი პატივი თქვენი სტუმრობა და ვისაც თქვენი სტუმრობა დიდი პატივი არ არის იმ ადამიანს მე არც პატივს აღწევ ყოველთვის ესე არის ხოლმე და მე ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხართ და მამაო სულ არაფერი ისე რომ მოხვიდეთ ხოლმე საერთოდ უბრალოდ მაინც დიდ რეიტინგს დებთ ხოლმე და მადლობა ამ ყველაფრისათვის მამაო და თუ შეიძლება მამაო აი დღევანდელი დღის ადამიანის სიმძიმე აი სიმძიმე როგორ უნდა მოიშოროს და თუ შეიძლება მამაო ძალიან დიდი ბოდიშით იქამდე მინდა რომ თქვენ ჯგუფი გაქვთ ვიცი უცხოეთში ყო ქართველებს ძალიან ზრუნავთ ხოლმე და სანუგეშო ერთობა დიახ და აი ამ ჯგუფის ყველა წევრს ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება ხოლმე რაღაცა და ძალიან ბევრი ადამიანს ნუგეშაძლევთ და მესენჯერში არის ეს ჯგუფი და Facebook-ზე ხო მამაო და აუცილებლად ჩემგან დიდი სიყვარულით მოკითხვა მამაო და მადლობა იმისათვის რომ თქვენ ესეთ ლამაზ იმას უძღვებით რა ფაქტიურად ემიგრაციის მყოფი ადამიანების მოძღვარიც ხართ ბევრის რა და მადლობა მადლობა გიორგი რომ არავინ არ გავიწყდება და არაფერი არ გავიწყდება ვფიქრობ რომ ეს არის ყურადღება ეს არის კულტურა ეს არის კაცობა ადამიანობა როცა შენ ისეთი ხალხი გახსოვს ვისაც ყველაზე მეტი ყურადღება სითბო და სიყვარული ჭირდება ჩვენმა ღმერთმა იესო ქრისტემ გარკვევით გაგვაფრთხილა ხოთაშორის არც ერთი რელიგიის ფუძემდებელი არ ეუბნება თავის მიმდევრებს რომ ცხოვრებაში უჭირი გექნებათ ხო ისინი პირიქით სხვანაირად წარმოუდგენენ სამყაროს ცხოვრებას იავარდებით მოფენილს ან იარაღით რომ დაიპყრონ სხვა იდეოლოგიის ხალხი ხოლო ჩვენთვის გაკაცებული ღმერთი სახარებიდან გვაფრთხილებს რომ ცხოვრებაში გექნებათ უჭირიო მაგრამ აქ არ მთავრდება ეს წინადადება მე ვძლიეო წუთის სოფელს ხო ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ ყველაზე მძიმე ჯვარი აქვს ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია ცდება იმიტომ რომ მან სახარება არ იცის სახარება უნდა წავიკითხოთ რატო უნდა წავიკითხოთ ყოველ დღე სახარება რომ საკმარისია სახარებას წაიკითხავ თუ არა მაშინვე შემოდის ნუგეში მაშინვე შემოდის სიმშვიდე, სასოება, სიყვარული. თუმცა ჩვენ გემოთმოყარეობა გვახასიათებს გიორგი და სახარებაში რაც ჩვენ გვაწყობს, იმას ვიზეპირებთ, რაც არ გვაწყობს, იმას ვერ ხედავთ. არადა მთლიანობაში უნდა ვიცოდეთ ოთხივე სახარება, საქმე მოციქულთა იოანეს ეპისტოლეები, პეტრეს ეპისტოლეები, იაკობის ეპისტოლე და პავლე მოციქულის ეპისტოლე. მარტო ის რომ აპოკალიფსიდან დაიწყო სახარების კითხვა შეიძლება მოისროლო და გაიქცე და თქვა რომ რამე შეიძლება, ხო? აი ამიტომ უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, მათეს სახარებით, შემდეგ მარკოზი, ლუკა, იოანე შევჩერდეთ, მოგვეწონება გაუზიაროთ მეგობრებს, რაღაცა ვერ გავიგეთ, მამაოს შევეხმიანოთ და აი ასე ჩვენ
სულიერად დავმშვიდდებით, დავმაღლდებით, მაგრამ აი პირდაპირ ვიტყვი რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს ერთ-ერთ ეკლესიას მიმართავს რომ თქვენ და სამწუხაროდ ვამბობ რომ ზოგიერთი თქვენთაგანიო არ იცნობსო წერილს. ებრაელები ბიბლიას უწოდებდნენ წერილს. და მთლიანობაში და ბიბლია ეს არის წიგნთაკრებული 59 წიგნი ძველ აღთქმაში, 27 წიგნი ახალ აღთქმაში. აი ესე შემიძლია უთხრა თანამედროვე ადამიანს, ნაკლებად ქრისტიანს ან დიდი ხნის ქრისტიანს, რომ ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცნობთ წერილს. ახლა ერთი პატარა პატერიკი გამახსენდა გიორგი თანამედროვე ერთი ღვთისმეტყველი თეოლოგი ბჭყალებში გარდაიცვლება მივა სასუფეულის ჭიშკართან და ხვდება ერთი კაცი და ეკითხება რომ თქვენ იცნობდითო იესო ქრისტესო რა თქმა უნდა მე დისერტაცია დავიცავიო თეოლოგიაში და ლექციებს ვკითხულობდიო ქრისტოლოგიაში კარგი მოიცადეთო აქ მაშინ გარდაიცვლება სასულიერო პირი ჯვარი წერია ყველა სასულიერო პირს და თქვენო იცნობდითო ქრისტე გაუკვირდე რას ლაპარაკობთ მე მისი სახელით ვქადაგებდიო ნათლავდიო ჯვარს წერდიო წირვას აღვავლენდიო კარგი თუ მოიცადეთო მაშინ აქ ერთი საყვარელი ბებია გარდაიცვლება სულ მთელი ცხოვრება რო ეკლესიაშია გატარებული თქვენო იცნობდითო იესო ქრისტესო როგორ არ გიცნობდითო თქვენ არა ხართო ქრისტე გესმის გიორგი შეიძლება თეოლოგი იყო ესეთები ხო ბევრი ყავს შეიძლება სასულიერო პირი იყო მაგრამ არ იცნობდე ქრისტეს შეიძლება დისერტაცია დაიცვა დოქტორი იყო ღვთისმეტყველები შეიძლება ძალიან ცნობილი მოძღვარი იყო მაგრამ არ იცნობდე ქრისტეს რას ნიშნავს ქრისტეს არ იცნობდე ქრისტე რას მოგვიწოდებდა გიორგი მშიერს აჭამეთ წყურვალს შეასვით შიშველი შემოსეთ საპყრობილეში მოინახულეთ და უცხო შეიწყნარეთ და ანუგეშეთ სნეულებაში მყოფ ჯერ იმას კი არ გეტყვის რომ შენ მრუში ქურდი და ყაჩაღი ეს გასაგებია მაგრამ რაც არ გაგიკეთებია იმის გამო შეიძლება ჯოჯოხეთში შენ არა და ვიღაცა წავიდეს რაც არ გაგიკეთებია იმის გამო კი არ მიდიხარ ის მის მონანიება შეიძლება მაგრამ მე იშვიათად მომისმენია გიორგი როგორც სასულიერო პირს რომ ვინმე ეთქვას რომ მე არ მახსოვს პატიმრები მე სავანტყოფოში არ დავდივარ და მაწუხებს ეს აი დღეს მათხოვარი იყო და არ ვაჭამე და არ აწუხებთ ეს მაგრამ აი განკითხვაში ჩავარდი რისხანებაში ჩავარდი შურიანი ვარ ეს შეიძლება იცი აი ჩვენ მივეჩვიეთ გიორგი ერთი და იგივე ცოდვების ჩამოთვლას მაგრამ ძალიან ბევრმა ქრისტიანმა არ იცის ფარული ნებები რომ აქვს მას და რა ევალება მას ქრისტესგან ქრისტეს იცნობს ის ქრისტიანი ვინც სხვაც ისი არ მოექცევა გიორგი როგორც მას არ უნდა რომ სხვა მოექცეს რომ თავდაბლობის საერთოდ წარმოდგენა რო არ აქვს ის როგორ იცნობს ქრისტეს ხო ამაყი ამპარტავანი ადამიანი ვერ მოხვდება სამოთხეში რატო რომ ღმერთმა რო გამონაკლისი გააკეთოს და შეუშვას და დაინახოს ავაზაკი იმან ხო იტყვის აქ მე რა მინდა ამ ავაზაკთან მე რა მინდა აქ მე ვეზიარებოდი მე ბრევლი ვიყავი მე მოძღვარი ვიყავი მე თეოლოგი ვიყავი და როგორ ღმერთო მე ამ ავაზაკის გვერდზე აქ რატო უნდა ვიყო საუკუნოდ ხო ამიტომაც ძალიან შორს იქნება აქაც ღმერთისგან და ვერ იცნობს ქრისტეს ჩვენ ხო გვინდა გიორგი რომ ვესაუბრებით ღმერთს ხშირად და ჩვენც ხო გვინდა რომ ღმერთის პასუხი მოვიცინოთ არა რომ აი ღმერთმა გვიპასუხოს დიახ ხო გაჩერდი შუქნიშანთან მოვიდა გაჭირვებული ადამიანი და ნუ გაიღე მოწყალება მიეცი და იქიდან გითხრა ღმერთმა დაგლოცოს ჩათვალე რომ ღმერთმა გითხრა იქ შენ ღმერთმა გითხრა რომ დალოცვილი იყავ მშვიდობით იარ მაგრამ შენ ამ სიცხეში კონდიციონერი გაქვს ჩართული და იმდენად გეზარება რომ შუშის ჩაწევაც ღილაკს როტიტი დააჭირდა შუშად ჩაუწიო ხო სიცხე შემოვა და მოიცა რა რატო უნდა დავეხმარო ვინ არის რა გაატოკოს ხელი ჩემსავით იშრომოს და ეკნება ვიცი ესეთი რამ ბევრს უთქვია აღსარებაში ამიტომ ესეთი ადამიანები ვერ იცნობენ ქრისტეს ხო აი იმიტომ მოვყევი ეს რომ შეიძლება შენ სახში ხატები გქონდეს მისი სახელით ქადაგებდე დისერტაცია დაიცვა
ყელმოღერებული იყო, მაგრამ ქრისტე რო შეგხვდეს, ხო ქრისტე პირდაპირ კი არ შეგხვდება და გეტყვის მე ქრისტე ვარო, ხო? რა თქვა? ერთ ამათაგანს თუ დაეხმარებითო, ქართველებს კი არაო, ან რუსებსო, ან აქ რა უნივერსალური რელიგია გვაქვს, გიორგი, რომ თუ ერთ ამათთაგანსო, ანუ შიერს, მწყურვალს, შიშველს, პატიმარს, სნეულს და უცხოს თუ ერთ-ერთ ამათგანსო, იქ ეროვნება ხო არ არის ნახსენები, კარგი კაცია, ცუდი კაცია, თუ ამათ ერთაგანს მაინც დაეხმარეთო, მე დამეხმარეთო და თუ ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, ან ისე ვაკეთებთ რა, სიმბოლურად რომ მე თან სელფი გადავიღოთ, ხო? ასეთი ადამიანები არ იცნობენ ქრისტეს. აი ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ღმერთთან თუ გინდათ ახლოს იყოთ, გიორგივით საპატიმროში უნდა პატიმრებთან ახლოს იყოთ. სავანტყოფოში სნეულებთან ახლოს უნდა იყოთ, გაჭირვებულთან ახლოს უნდა იყო, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ღმერთი არის ასეთ ადამიანებთან და ამბობს რომ მე ვარო რა ბოლო ხო არ გეუბნება რომ ჩემი ბიძაშვილები არიან და დეიდაშვილები მე ვარო მე გამიკეთეთო ეგ რასაც თქვენ ამათ უკეთებთ აი ამაზე მკაფიოთ ამაზე აშკარად რაც ახლა ვთქვი გიორგი ეს რომ იცოდეს თანამედროვე ქრისტიანობამ არც ერთი ადამიანი დღეს გაჭირვებული არ იქნებოდა არც ერთი ადამიანი შიშველი მშიერი საწყალი არ იქნებოდა ხო შეიძლება კატებისთვის, ზაღლებისთვის 20 ლარიანი საკვები იყიდონ, მაგრამ ლარიანი არ მისცენ ვინმე შეჭირვებულ ადამიანს. რა თქმა უნდა, ზაღლების და კატებიც უნდა გვიყვარდეს და მივხედოთ, მაგრამ ჯერ ადამიანია. ადამიანია პირველ რიგში და ღმერთი გახდა არა ღმერთი ცხოველი და ღმერთი ანგელოზი, ღმერთ კაცი გახდა. რათა კაცი განიხვთოს. და თუ შენ ეს არიცი, მაშინ ვერ იცნობ ქრისტეს და გეგონება რომ სასუფეველში უნდა ნახო ქრისტე, არა. თუ დედამიწაზე ვერ ნახე ქრისტე, მაშინ ერთ ტაძარში გიორგი დაინიშნა ახალი წინამძღვარი. და ხალხმა ყვავილები იყიდა, საჩუქრები, ტაძარში როგორც იციან ხოლმე და ელოდებიან რომ მოვა ახლა წინამძღვარი ვინმე ესეთი სიმპათიური, ჭაღარა წვერი და ამ წინამძღვარმა მათხოვრის სამოსელი ჩაიცვა და დაჯდა ტაძრის კარებთან. ყველა მისე გაიარა. გამარჯობაც არ უთხრეს. ადგადა შევიდა რომ გასაგებია ახლა მე თქვენთან საიდან უნდა დავიწყო საუბარი და ქადაგებაო. ყველა მისე შევიდა და ყველა მისე გაიარა მათხოვართან, ამ წინამძღვართან. ზედარ შეხედა რა. ანუ და რომ მორალი რა არის, ხო? ჩვენ გვინდა აი ეს ხატზე გამოსახული ქრისტე. აუ რა მაგარი ხატი მაქვს, იცი ქრისტესი? შენ არ გეწყინოს ახლა შენ ხატები ძალიან გიყვარს. მაგრამ წმინდა ნიკოლოზის ხატი რო გიყვარს და წმინდა ნიკოლოზი რასაც აკეთებდა, ის არ გიყვარს. რა აზრია გიორგი ხო მაშინ? აი 80 ხატი რომ მქონდეს მე ქრისტესი, მაგრამ ქუჩაში რომ არ დავეხმარო ადამიანებს ის ხატები ხო ვერ მიშველისა რა. და აი ამიტომ აქავე უნდა დავინახოთ ჩვენ ქრისტე და სად უნდა დავინახოთ პრემიერ-მინისტრში ან ქალაქის მერში ან პრეზიდენტში არა სავანტყოფოსთან სავანტყოფოში საპყრობილეში და გლახაკებში შეჭირვებულებში საბრალო ადამიანებში ძალიან კარგი თემა იცი ხოლმე ყოველთვის შეიძლება ხალხს ეგონოს რომ გუშინ საღამოს მომწერე რომ რაზე უნდა გვესაუბრა ხო მაგრამ ნამდვილად გეტყვით რომ ჩემთვის ყოველთვის სულ პრიზია იმიტომ რომ გიორგი არის ჭეშმარიტების შუქურა და ყოველთვის მე რა გამიკვირდა იცი მამაო ახალი წინამძღვარი მოდიოდაო და ყვავილებით ხვდებოდნენ ეგეთი რაღაცა პირველად გამიგეს ყველგან წევლია ახალ წინამძღვართან სასიხარულოა ხო ახალი წინამძღვარი ისე რა кай ხალხი ყოფილან მაინც რომ მამაო შეიძლება ხო ის ვერ შეამჩნიეს მან ხო ნუ თუ ფარისეულად არ ხდებოდე რომ ალბათ ზოგი ფიქრობდა ალბათ რამე არ დამიშაოს მე რაღაცა და მოდი იმით შევხვდები ხო ნუ ეგეთი ადამიანი ვინც მათხოვარს ვერ შეამჩნიეს და აი მაიზამაის რაღაცა წინამძღვარს და იმას ამჩნევს ეგ ძალიან ცუდია მამაო და ხშირად არის ხოლმე მამაო აი დირექტორს შეიძლება გაეპრანჭო მაგრამ შენ ხელქვეითს დაუშაო და სულ ყოველთვის აი მაგას ფიქრობ ხოლმე მამაო სულ რომ აი რო ადამიანს მაგალითად გამოარჩევე რაღაცად ხო და აი თავის ამეზობლოში ვიღაცას არ უყვარს იქ ვიღაცასთან საერთოდ არავინ არ იცნობს რაღაცა და უცბად რაღაცას ჩააბარებენ ხოლმე იცით როგორ გული მწყდება ხოლმე შედალოცილო გაიკითხე ჯერ იქ
სადაც ცხოვრობს, სამკაც რო არ უყვარს და დღე-დაღამე პატრულში რო რეკავს, იმას რო აწუხებს ამას სიტყვაზე. ის ეხა მე გამომადგება, რომ სიტყვაზე ადგე და ჩემ დირექტორად დანიშნო. არ გამომადგება, რა თქმა უნდა, ხო? აი ამას არ კითხულობენ, მამაო, და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ადამიანობის, მამაო, და ადამიანებს ეხა ის ნებისმიერი ადამიანი, სადაც უფროსად მივა, ხო? ხო უნდა კითხო თვითონ ხალხსაც, ეხა ეკლესიას აკაი აქვს, რომ რეოს ეკითხებიან, ხო? წარმოიდგინეთ, მამაო, რომ აი თქვენ როგორ მოგწოდეს მოძღვარი ის ეკლესიაში სხვა ის არის და თუ შეიძლება, მამაო, აი ამ შემთხვევაში, მამაო, როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არ შევცდეთ, მამაო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დროებითი რა. ხოდა, რასაც ეს სიტყვაზე ეკლესია ითვალისწინებს, საერო კანონები ვერ ითვალისწინებენ ისე და ასე შემდეგ. და ეს ორივე, მამაო, თავსებადი როგორ უნდა იყოს, იმიტომ რომ ნახეთ, მამაო, ვარ მაგალითად აი პატიება პირველი. ვარ სიტყვაზე ჩემი თანამდებობაზე ვარ და ვიღაცა მოვიდა და ბოდიში მიხდის, მაგრამ მე რო აპატიო, ეს წესრიგი დაირღვევა, ხო? მაგრამ ამ დროს პატიებაა სულიერებაში პირველი. აი აქ როგორ უნდა იმასქნას, მამაო, აი გიორგი, ძალიან რთულია. საეკლესიო და საერო კანონები ყველაფერი შეიქმნა, იმიტომ რომ ადამიანი იყოს მოწესრიგებული ფიზიკურად და სულიერად, ხო? არსებობდა ჰამურაბის კანონები, მოსეს კანონები, ვახტანგ მეფის კანონები, მაგრამ არსებობს სულიერი კანონები. თუ სულიერი კანონები და საერო კანონები ერთმანეთთან დაპირისპირებაშია, ძალიან გაუჭირდება იმ სახელმწიფოს ფუნქციონირება და ყველა ადამიანს გაუჭირდება. იმიტომ რომ სულიერი კანონი არის მარადიული და სულიერი კანონიც და ერის კანონები შექმნილია ადამიანისთვის. ადამიანი კი არ არის შექმნილი კანონებისთვის, როგორც ქრისტემ თქვა. არამედ კანონები არის შექმნილი. რა არის კანონი? ბერძნულად კანონი არის სწორი ჯოხი. ესეთი ჯოხი, რითაც მიუთითებ ადამიანს. მიუთითებ. სტიმულს რო ეძახიან ლათინურად. ხო, რომ ზნეობა რო ადამიანს აღარ აქვს და პირუტყვივით რო გახდა და არ იცის რომ შვილი უნდა უყვარდეს, ცოლი რო უნდა უყვარდეს და მოყვასი რო უნდა უყვარდეს და არ ესმის. უკვე კანონმა უნდა მიუთითოს და უთხრას რომ იცი კანონი დაარღვიეთ თქვენ, ხო? გადარეული მიდიხარ მანქანით, აწერია 80, მიდიხარ 120-ით, ხო? დაგაჯარიმეს, ხო? მოგივი და ჯარიმა. უნდა მივხვდე, ხო, რომ შენი მტრები კი არ არის, ამიტომ შენ არ დაარღვიე რა და აღარ დაარღვიო რა. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი არ არის კანონმორჩილი, დააკვირდი, არც ერის კანონების მორჩილება უყვარს. ყველაფერი თავის ჭკუაზე უნდა კარგად იქეიფოს კიდეც და თან საჭესთან უნდა დაждდეს, ხო? თან უნდა რომ მარხვაზე იყოს და თან იქეიფოს, ხო? თან უნდა რომ ეზიაროს და თან ლოცვები არ წაიკითხოს. აი ყველაფერი ადამიანმა მოირგო გიორგი თავის იმით რა, რომ აი ისე უნდა ყველაფერი, აი ესე ამბობს პავლე მოციქული. არ შეწუხდეს. ტიმოთეს მიმართ რომ ყურის მომქავებელ მოძღვრებას და მოძღვრებს აირჩევნო. დადიან სვლიან მოძღვრებს. სანამ ისეთ მოძღვარს არ იპოვნიან, ვინც ეთყვის, ხო, არაუშავრა, კარგია, ხო, არაუშავრა. თავარი შესაძირავი გააკეთე, პრობლემა არ არის. მოირგოს. ხო, რა მოირგოს. ხო, ეს ძალიან ცუდია და სამწუხაროდ ბევრია დღეს ასეთი, რომ თვითონ კანონმდებელი არ ღვევს კანონს და თვითონ ის ვინც უნდა იცავდეს საეკლესიო წესებს, პირველ რიგში რომ ღმერთი უნდა უყვარდეს და მოყვასი, ძალიან შორს არის. და ივანე ოქროპირი ამბობს, მე არ ვამბობ, რომ სასულიეროთაგანო ძალიან ცოტანი ცხონდებიანო. და თუ სასულიერო პირებს ცხონება გაუჭირდებათ, როგორ ფიქრობ ახლა ერის ხალხისთვის მარტივი იქნება? ნუ ქართველი კაცი ძალიან მარტივად უყურებს კანონებსაც საეკლესიო და არაუშავრა მერე რა დავარღვევ და ასე შემდეგ. ერთმა ჩემმა სულიერმა შვილმა მითხრა, რომ გოგო მომწონდაო. აი უკვე საქმეზე იყო მისულიო, რომ ცოლად უნდა მომეყვანაო. მანქანით მივდივართო და ბანანი მიირთვაო და ნარჩენიო ქუჩაში გადააგდო. იქ დავამთავრეო მასთან ურთიერთობა. შენიშვნა კი აღარ მისეხლა, აი ამ დონეზე რო ხარ, რომ შეყარებულთან ხარ და გოგონა ხარ და ფანჯრიდან დარჩენილ ბანანის ნარჩენებს მოისვრი, ხო? უკვე ძალიან შორს ახლა შენი სწავლა უკვე ძალიან ძნელია. შეიძლება გითხრან, მაგრამ რა მოხდა იტყვი და აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, აი ელემენტარულიდან იწყება ყველაფერი. რატო გითხარი, რომ რაღაც წვიმანი წინამძღვარმა დაინახა, როგორ მრევლთან უნდა ქონოდა საქმე. და ძალიან კარგად მოიფიქრა. იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან, გიორგი. არა, უბრალოდ შეიძლება იმდენად დიდი მოლოდინი ჰქონდათ, ხო?
მაგრამ რა თქმა უნდა ეს წინამძღვარი მე ასწავლიდა რომ ასე უნდა გააკეთოთ, ასე უნდა იყოთ. პირველ რიგში გიორგი, აი ყველამ უნდა იცოდეს ერმაც და ბერმაც რომ ერთი ადამიანის სული ვინც გადაარჩინა, მთელი სამყარო გადაარჩინა. თალმუდში წერია ეს, ებრაული სიბრძნეა. ეს თუ სახელმწიფომ და ეკლესიამ არ იცის, რომ ერთი ადამიანი ტაძრიდან გააგდო შენ, ან ერთ ადამიანს უსამართლოდ გაასამართლებ, საპრობილეში გაუშვებ, ან პირიქით არ დასჯი და დასასჯელია, ხო? ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა და ეკლესიის პრობლემა. არავინ არ უნდა გამოგჩეს, გიორგი. და მე ადრე ვახსენებდი ხოლმე სახელ და გვარებს და ახლა ვცდილობ ყოველთვის რომ არავის პიროვნულად არ შევეხო, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასია ყველა ადამიანი და ვისაც უნდა ჩემი საუბრიდან, რატო საუბრობდა მაცხოვარი იგავებით, ხო? იმიტომ რომ მათ მიმღეობა არ ქონდათ და იგავით უკვე მისი პირადი არიბღალება, მისი სიამაყე არიბღალება და უფრო თამამად მოგისმენს. მაგრამ აი ზოგმა იცის ხოლმე გიორგი ახლა რომ არ შემიძლია მე რომ არ უთხრა და რა გაგიკეთებია შენ იმისთვის რომ პირდაპირ მიდიხარ და ეგრეთ წოდებულ მხილებას აღასრულებ, ხო? ილოცია იმ ადამიანზე. ილოცია, ხო? შენ იმისი გამოსწორება კი არ გინდა, შენ იმისი დამცირება გინდა, რომ შენ თავი წარმოაჩინო, რომ შენ ცუდი ხარ და მე კარგი ვარ. ზოგმა რო იცის ხოლმე რა მოგიმატებია წონაში, ხო? ხო დააკნინოს ეს ადამიანი. ხო შეიძლება რაღაცა ისე უფრო სიყვარულით უთხრა და არა რომ რამ სისქე გახდი, რამ ხელა გახდი, ხო? ასეთი რა. ეს არ არის პირში თქმა, ეს არის უზდელობა, ეს უკულტურობა. უთხრათ მამა ისე თქვათ ეს. ან გაგიგიათ რომ იმეს აი მაგალითად გვერდზე ეუნებიან? კი, გამიგია. ხო, ხო. და მე იცინიან პირს უკან რომ აი ნახე როგორ უთხარი? ხო, აი მე პირში ვიცი თქმა. ვინა ხარ? რა გაგიკეთებია, რა სიყვარული გაგაჩნია, რომ პირში იცი თქმა. სიბოროტეა. შენი თვალიდან დირი ამოიღე, რომ სხვის თვალში ბედს რო ხედავ. შეიძლება ეს ადამიანი ცოტა მსუქანია, მაგრამ შენ რო შურიანი ხარ და ახლა ვინმე რო გითხრას რომ რა შურიანი ხარო, ხო გადაირევი, ხო, ჭკვიდან. მე რო ვითხრას ვიღაცამ შურიანი ხარო, გამეცინება, ნამდვილად გამეცინება. იმიტომ რომ ნამდვილად არა ვარ შურიანი. შეიძლება ამაყი ვარ, მაგრამ შურიანი არა ვარ. როგორ უნდა შევამჩნიოთ, მამაო, შურსაზე და იმიტომ რომ მამაო, ეთქე რა მახსოვს, თქვენთან დავაფიქსირე ესეთი შემთხვევა, რომ თქვენ მაშინ მანქანანო, ეხა სუძველი მანქანები გყავდა და ისევ ძველი იყიდეთ, ოღონდ გაგაცენდა, ხო, რა კარგია რომ ისმენ. ხო, სულ მახსოვს ხოლმე რა, რომ ისევ ძველი იყიდა, უბრალოდ მე მგონი სხვა ფერი, იგივენაირი რაღაცა და აი ძალიან მარტივად მიხვდები რა. ხო და ვიღაცა მოდის ეუნება ეს ფერი რაღაცა არ ვარ გაიქცა, ეს აქვს სუსტი რაღაც. ამისი გადაცემათა კოლობი არის სუსტი. მიულოცე, შედალოცილო, კაცმა უკვე იყიდა მანქანა და უხარია, ხო? მაგრამ რო შეგშურდა, მაგით ახვდები. ისი ამდენი რაღაცა ვისწავლე სხვათა შორის, მაკედან ეგ რომ მოხევით, მამაო, თქვენ. ახალი ფეხსაცმელი ჩაიცვი, გაიარე და მიხვდები ვინ არის შურიანი. ვის დაგაკვირდება ფეხებზე, ის არის შურიანი. ყველაზე კარგად ხედავ შურიანი თვალები. მწვანე თვალები და ცისფერი თვალები კი არ ხედავს კარგად. ან სათვალეების გარეშე, არა. მაშინვე დაინახავ შურიანი. ვინ შენიშნა, გიორგი, მაცხოვარს რო ნერსაცხებელის ცხეს. ვინ შენიშნა პირველ რიგში? არ ჯობდა გაყიდული იყო. იუდამ, ხო? ვისაც ყოლაბაება. ხო და ესე არის გიორგი, რომ ვინც მაშინვე დაინახავ სასულიერო პირი, რომ რაღაცა კარგი მანქანით დადის, იცი ვინ შენიშნავს? ვერცხლის მოყვარე. მაშინვე ვერცხლის მოყვარე. ვინც მორწმუნეა? კარგი არა, ნორმა ჩვეულებრივი მანქანა იტყვის, რომ არც ისეთი ძვირი არ არის, რა გჭირთ ხალხო, რა გჭირთ, რა მოგივიდათ, ხო? 300,000 დოლარის ღირებულების ეკვივალენტი იყო ის 200 დრახკანი, რაც მაცხოვარს თავზე ერთსაცხებელის, ხო, იმ ცოდვილმა ქალმა და თმებით შეუმშრალა, ხო? ეს რამხელა ფულია. არ ჯობდა ეს გაყიდული იყო და გაჭირვებულებისთვის მოგვეხმარებინა. რა თქვა მე ივანე ღვთისმეტყველმა, ესო, იმიტომ კი არ თქვა რომ გაჭირვებულები ეწოდებოდა. არამედ რომ პარავი იყო და იპარავდა, გესმის? კომუნისტები რომ მოვიდნენ, ძმობა, ერთობა, თავისუფლება, თანასწორობა, როგორი მანქანები დადიოდნენ რაიკომის დივნები, თავმჯდომარეები და კოლმეურნეების თავმჯდომარეები, ხო? უარესი ბატონებზე და უარესი ვითომ მუშათა კლასი მოვიდა, ვითომ გლეხობა, მაგრამ პირიქით, ხო, მუშებს ქარხნები წაართვეს და გლეხებს მიწევ. ანუ ეს არის ძალიან მარტივი გიორგი რომ მიხვდე, აი მაგალითად ეხლა მე წეგან ფარული სნეულებები ვახსენე,
როგორ ხა ჩვენ ხო ყოველთვის ერთ და იგივეს ვამბობთ, ხო? მამაო ამპარტავანი ვარ, შურიანი ვარ, პატივმოყარე ვარ, მრისხანებაში ეს გავიგეთ რა. ერთი და იგივეს ესე ატრიალებ, ხო? გავიგეთ. მაგრამ ფარული ცოდვები რა გვაქვს ისეთი, რასაც ვერ ხვდებით. დავით მეფსალმუნებში ამბობს, ღმერთო, ჩემი გული გამომიცხადეო. მაჩვენეო როგორი გული მაქვს. სოლომონი ეუბნება ღმერთს, ევედრება მოსწორეთ, სოლომონი ამბობს, რომ ღმერთი ამბობს, რომ შვილო მომეციო, პატრიარქს უყვარდა ხოლმე ხშირად ამის თქმა. შვილო მომეცი შენი გული. ანუ თუ შენ გული მიეცი ღმერთს, აღარ ჩურიანი ხარ, აღარ ზბოროტი ხარ, არავისი არაფერი, ხო, აღარ თუ შენი გული მიეცი ღმერთს და არა ენა. ენით შეიძლება ღვთისმეტყველი ხარ, მაგრამ გული ეშმაკისა გაქვს. გული უნდა მისცე ღმერთს. აი გიორგი თქვათ, რაღაცა პრობლემა შეხვდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდი. რომელიც სოდვასაც ჩაიდენ მარტივად, ის არის შენი ფარული სოდვა. იმ წამს შეიძლება გადახვიდე გინებაზე, მაშინ ანუ ბიჭი ტყობა გაქვს რა, რასაც ვერ ატყობდი, ან შეგშურდა, ან იყვირე, რა მაგარ რაღაცას ფიზიკურად შეეხე ვიღაცას, ხო მაშინვე. ესე იგი ის გაწუხებს შენ. და ამ დროს ძალიან თავაზიანი იყავი, ძალიან ეკლესიური, მაგრამ ვიღაცა მანქანა ისე ჩაგიყენა რაღაცა მაშინვე ხლა ღირსი არ არის ამას რომ დავალეწო თავპირი? აბა დაფიქდი. ძვირფასო მაყურებლებო, ერთი კვირის განმავლობაში აიღეთ პასტა და ფურცელი და საჭესთან როცა ბრძანდებით, ჩაიწერეთ თქვენი გამონათქვამები. და მე მამაოს მიუტანეთ შაბათს. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ჩაიწერეთ თქვენი გამონათქვამები საჭესთან როცა ხართ და მამაოს მიეცით. ეს იქნება გულწრფელი, ნამდვილი აღსარება. აუ რა მაგარი რაღაც. იცი რა მაგარი აღსარება იქნება გიორგი? ვერც ერთი ვერ გააკეთებს. ისეთ სიტყვებს ამბობენ ქალბატონებიც კი. კაცურად იგინებიან უკვე ქალბატონები და ამ დროს წირვაზე მიდიან, ლოცვიდან მოდიან, სამსახურში მიდიან, მაგრამ გაბრიელის ხატი უწევთ წინ, ხო? რა კარგი, აი როგორ მეხმარები გიორგი. ნიკვის არ შემეწინააღმდეგე. ხო, აი უფალო შემიწყალე უკან, კაცო, უფალო შემიწყალე, ხუთი ფსკვნილი. აქეთ ღვთისმშობელი, იქით მაცხოვარი. ერთხელ ისეთმა ადამიანმა გამასტრო და წინაღამ არ დამალეწინა მანქანა და გავხედე და უფალო შემიწყალე და დიდება უფალს და რაღაცები აწერია უკან. ეთქი გადავსახე ჯარი, ოღონდ შემშვიდობითი არე და ამ დროს მოძრავი ეკლესია იყო რა. მოძრავი ტაძარი და ისე დადიოდა გიორგი, აი წარმოვიდგინე და დაბკოლდებოდა. ხო, ბევრს მამაუცეგონებოდა, ხო? ხო და ამიტომ ჩემო ძვირფასებო რა, ნუ ვიკეკლუცებთ. ავიღოთ პასტა და ფურცალ მობილურში ხო გვაქვს რა. აუ რა საინტერესო რაღაცა ისე. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით არ შეასწოროთ არაფერი, არ გაალამაზოთ. მიუტანეთ მამაოს, აი ეს არის ჩემი კვირის აღსარება. და გილოცავთ თუ ამას გააკეთებთ რა. მერე შეგსხვებათ, მეორე კვირას უკვე შეამცირებთ. მესამე კვირას უკვე შეამცირებთ და უკვე რაღაცა რა უნდა წამოგცდეს. დაფიქრდები და ეთქვა, აუ ეხლა ეს ხომ მე ისე კი არა რომ მამაო მე საჭესთან ხანდახან ვიგინები, მასე არა. ეგ არა. ფიცხდები, ხო, ფიცხდები, ხო რა. არა, კინაღამ ბილსიტყობაში არ ჩავვარდი, ესე რომ იციან ხო, კინაღამ, ცოტა წავიუხეშე. ცოტა კი არ წავიუხეშე, საკმაოდ კარგად წავიუხეშე, ხო? მეტი არ გინდათ არაფერი, ჩაწერეთ ეს ყველაფერი, რა სიტყვებითაც თქვენ მიმართავთ ზღოლებს, სხვა ადამიანებს, მიიტანეთ მამაოსთან და ნახავთ მე. ძალიან მაგარი. ოღონდ ეს ტესტია ძალიან. გავაგრძელოთ და ჩათვალეთ რომ მე თქვენი სიტყვებიდან უკვე გამოვა ლოცვა. ჩვენი ბაგეებიდან გამოვა უკვე მეორე ლოცვა დაიწყო რომ ერთო პატრული რო გაჯარიმეს მამა მაშინ რა უნდა ქნა ჯარიმა რომ მოგდეს უცბად პატრული რო გაჯარიმებს რა უნდა თქვა ახლა იცი რომ მოვა და გეტყვისო თქვენ 50 ლარიანი გამოგიწერათ ეთყობა მე მოწყალება არ გამიცია და მადლობა ბატონო პატრულო რომ ეს 50 ლარი მე შევწირე სახელმწიფოს და ამის მერე ვეცდები რომ მოწყალე ვიყო ეს 50 ლარი თქვენ კი აღარ დამაჯარიმოთ მოწყალებას გავცემ და აღარ დავჯარიმდები, იმიტომ რომ მე არა ვარ მოწყალე კაცი და ეს ჯარიმა, აი თქვა, გიორგი, მოდი ესე თქვა, თანხა დაკარგე. მამები ცი რას გვასწავლიან? ის თანხა იმიტომ დაკარგე, რომ უნდა გაგეცა. ხო, ვიღაცა. გაგეცა. ვიღაცამ გთხოვა 20 ლარი, 50 ლარი, 100 ლარი არ მიეცი და 200 დაკარგე მე. მიხვდი რა, გინება კი არ დაიწყო, მიხვდი რომ ღმერთო ხედავ, მიმანიშნე ხო? ის კი არა ღამე აღარ დაგეძინოს რომ აი მე სად დაიკარ ვინ მომპარანეტა და არა თქვი რომ შეიწიროს ღმერთო ესე იგი მიმახვედრე შენ რომ მე რო თანხა დავკარგე ან სამსახურში
ან მომაცა, ესე იგი მე ეს უნდა გამეცა მოწყალების სახით. მაგრამ ძუნწი ვარ და დაფიქრდი რა რომ ამდენი თანხა რო აღარ დაკარგო, გაცემა ისწავლე რა. მე უყვარს სიხარულით გამცემი ადამიანი, ხო? და გამცემი ხელი ცარიელი არზოს არ იქნება. ოღონდ უყურე კარგად ამბობს სიბძნე ზირაქისა და დიდაქეში არის მე დიდაქე მეორე საუკუნის ძეგლია, წმინდა მოციქულების 12 მოციქულის გაიოფლოს მოწყალება შენ ხელში, სანამ არ გაიგებ ვის აძლევ. ეს მარტივად არ უნდა გასცე რა მოწყალება, უნდა ჯერ კარგად დაუკვირდე, მას რამდენით უნდა დაეხმარო. შეიძლება არ ჭირდება იმას 100 ლარი და ჭირდება 1 ლარი. ხო, შეიძლება 1 ლარი ძალიან ცოტაა და მისცე 100 ლარი, ხო? ამიტომ დაუკვირდე გა. შეიძლება ნაზირალაა, ვიღაცა საერთოდ არ ჭირდება, უბრალოდ უნდა წავიდეს და მე რაღაცა იმაიმუნოს და უნდა დაფიქრდე რა, ესე მარტივად. ხო, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მივიცეთ. არა, მე მაგას აი უყურე, ივანო კროპირი ამბობს, რომ თუ ატყობ, რომ გატყუებსო, ბრინჯაო მიეციო. ანუ ცოტა მიეციო, შენი სიმშვიდისთვის მაინც მიეცი. თუ ატყობ, რომ აი თათისი არ არის, ვერცხლი მიეციო. და თუ ატყობ, რომ მართლა გაჭირვებულია, ოქრო მიეციო რა. ანუ მეტი მიეციო. მაგრამ ამას არ ამბობს, რომ არაფერი არ მისცეო რა. ადამიანი გიორგი რომ ესე დაიმცირებს თავს. ეგრე რომ გაუბედურდება. ხო, აი რაღაც გატყუებს, ხო ეხლა რაღა უნდა მოგატყუოს, კაცი მათხოვარია ფაქტობრივად. არ მიყვარს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ თხოვულობს და ეხლა რაღა მეტი როგორღა დაიმციროს თავი, ხო? შურბის ზაღვრე გაუწყდა უკვე და თხოვს და არა მატყუებ, კაცო მეტი როგორ დაიკნინოს თავი და მიეცი რა, არ შეიძლება რომ არაფერი არ მისცე. იმიტომ რომ მაცხოვარი გეუბნეო რომ შეიძლება მაცხოვარი იყოს ამ დროს, ხო? ხო. ერთ-ერთ ამათთაგანსო თუ დაეხმარეთო, მე დამეხმარეთ. თუ იქ არ გეუბნევა თუ მოგატყუეს, თუ იქ არა სკოლიო არა გიორგი ამას რომ თუ 100-ია თუ ისია, იქ წერია პირდაპირ. რომ მშიერს აჭამე, წყალი დაალევინე, შემოსე, ანუ გეშე. ხა ზოგი იტყვის რომ ზოგი ისეთი პატიმარია, ის რატო უნდა ინახულო? კაცო, რაც დააშავა, გასაგებია და თავისუფლება აქვს აკვეთილი. ამაზე დიდი სასჯელი აღარ არსებობს, გიორგი. ადამიანი არის თავისუფალი არსება და თავისუფლება რო აქვს მას შეზღუდული, იხდის სასჯელს, ხო? ავაზაკი შევიდა 64-ში პირველი. მაცხოვარს ხო არ ვთქვია რომ შენ უღირსი ხარ, შენ 64-ში რა გინდა? კაცი ეუბნება რომ მომიხსენე, უფალო ოდეს მოხვიდეს უფლებითა შენი. და მეორე ავაზაკს ეუბნება რომ მე და შენო სამართლიანად ვისჯებითო. ამას არაფერი დაუშავებიო. და ჩვენ რაც დავთესეთო, იმას ვიმკითო რა და გაჩვენდიო რეებს ეუბნებიო. ის ეუბნება მეორე ავაზაკი. კაცობრიობა ხორი ავაზაკია, ერთი ნანობს, მეორე არ ნანობს. თუ შენ ქრისტე ხარო, შენი თავის გადაერჩენ და ჩვენს გადაგვარჩინოდეს. მეორე ეუბნება რეებს ლაპარაკობო რა. ჩვენ ორივეო სამართლიანად ვისჯებითო და ეს უსამართლოაო ეს კაციო და მიუბრუნდება. შენ ერწყებული ერთი თვალით ჩალურჯებული წარმოიდგინე გიორგი და ასეთ პიროვნებაში ხედავს რომ ერთია, ხომ ერთ კაცი და მომიხსენეო რა. ხო და ეს უნდა წარმოვიდგინო ჩვენს რომ ციხეში ღირსები არიან და იმიტომ არიან იქ აბა როგორ გავიგე ხო დაიჭირეს ადამიანი და იხდის სასჯელს. და შენ რო თქვა ეგ რო არა ეგ ვინ არიან არ შეიძლება. თუ ქრისტემ გითხრა რომ შეიძლება იმან შეგასწრო შენ 64-ში აბრაამზე და მოსეზე და ისააკზე წინ შევიდა ავაზაკი დისტასი. ასე ამობენ, ასე ერქვა, გესტასი იყო ერთი და მეორე დისტასი. აბესტასი და ხო რაღაც ნუ რა მნიშვნელობა აქვს. აქ არის ის რომ ყველა უნდა ვიცოდეთ რომ არც ერთ მდგომარეობაში ადამიანი არ უნდა განვეკითხოთ, არ უნდა ჩავწიხლოთ, არ უნდა ვეჩხუბოთ, ჭკვაზე დარიგება არ უნდა დაუწყოთ, რომ აიცი წყალი წყურია, წყალი დაალევინე, მორჩა და დანარჩენი, ხო? აი ოქროპირი ამბობს გიორგი, შეიძლება ხშირად ვამბობ ამას, მაგრამ ძალიან მეყვარს ამის თქმა. სანამ ადამიანს უკადაგებო, პური გაუტეხეო ჯერ რა. ჯერ პური გაუტეხეო და მე ისე უკადაგეო ღვთის სიტყვაო რა. თორე აი დაპურდით და კარგად იყავით, გიხარობდნენ ესე რო იციან ხოლმე ქუჩაში, როგორ ახარ მე კარგად შენ და მიდის უკვე რა, საერთოდ რო არ აინტერესებს როგორ ახარ და აი უკვე სიმბოლური, ფარისეულური მოკითხვები და ნუ სოციალურ ქსელში კიდე ხო საერთოდ რა, იმდენი გიფები და რაღაცები მოდის უცნობი ხალხიდან, ხო? საერთოდ რო აი არ გიცნობს და ნუ გასაგებია, მაგრამ აი ძალიან ფარისეულურია ხშირად გიორგი ამდენი უაზრო მილოცვა
და უაზრო რაღაც ესეთი შეგონებები და არიგებები არიან ხალხი რომ მათ სოციალურ ქსელში რომ შეხვიდე იტყვი რომ ღმერთშემოსილია აშკარად თუ რა ესეთი ფრაზები ისეთი და ამ დროს ამართლებს ვიღაცას რომ სცემენ ამართლებს ვიღაცას რომ იჭერენ ამართლებს ვიღაცას რომ აუპატიურებენ ვიღაცა ცუდი მოუვიდა ხო რაღაც ისეთი რა და მე ვეკითხები ასეთ ადამიანებს რომ შენ ქრისტიანი ხარ კი თან გეუბნები რომ ქრისტე მე რა თქვა ქრისტე მეორე ლოყა მეუშვირეო ხო თუ კარგად შემოარტყიო ხო ესე თქვა ესე არ უთქვია ხო რატო თქვა ეს რომ ჩვენი რელიგია რაღაც ესე დამცირებული ხალხის რელიგია არა ქრისტიანობა არის ვაჟკაცების რელიგია როგორ ხატებზე ხედავ რომ ჩვენი წნეპრები ყველა კამარხანჯლით არის და ხმლებით და შუბებით და ყველა მეომარი იყო სულიერად და ფიზიკურად მეომრები იყვნენ და ლაჩრების რელიგია რო იყოს ქრისტიანობა აქამდე ჩვენ ვეღარ ვიარსებებდით ხო კოლეზიუმის სანახაობა როგორ აწამებდნენ მაშინ დღეს ქრისტიანობა აღარ უნდა არსებობდეს არა ვისაც დაიჭერდნენ ყველა მგლების და ლომების ხახაში კვდებოდა მაგრამ ქრისტიანობა როგორ გავრცელდა როგორც ისლამი ხმლით არა სიყვარულით თავდაბლობით უბრალოებით გიორგი მოწყალებით სიკეთით და მეორე ლოყა მეუშვირე იცი რას ნიშნავს რომ ვიღაცა ბრიყვია და რაღაცა თავს გესხმის ხო შეგიძლია რომ ერთი ხელის მოსმით გაანადგურო რა მაგრამ არ მიაქცევ ყურადღებას აი პატარა ძაღლიო დიდ ძაღლს გამოეკიდება და შეიძლება ჩაარტყას ტორი მაგრამ არა გადი რა გამონებე თავი რა ცივი წყალი უნდა დაასხა ბოროტებას არ რაღაცა სისულელე პოსტი დაგიწერეს გიორგი შენ და აშკარად ცილისწამებაა ხო ყურადღებას რო არ მიაქცევ ძალიან მაგარი ხარ მაგრამ როგორც კი იმას გაუტოლებ თავს უკვე მასთან ჩადიხარ ტალახში და იქ მოგიგებს რა იმიტომ რომ იქ იცის იმან ილეთები გამოგიყვანს ერთი სამურაი იყო გიორგი ასეთი ვისთანაც ჩხუბს აპირებდა მივიდოდა და აყენებდა შეურაცხყოფას ის ადამიანი რომ ღიზიანდებოდა მე მარტივად უგებდა საკმარისია შენ სიფხიზლე გონიერი სიბძნე დაკარგო და გაღიზიანდე უკვე გეშლება უკვე რა ვეღარ აზროვნებ ვეღარ საუბრობ და გადადიხარ უკვე ბილსიტყვაობაზე ხელით შეხებაზე და რა ხდება ამ დროს ეშმაკი არის გახარებული ხო ეხლაც ის ამბავი რომ მოხდა კახეთში ხო ორად არის გაყოფილი როგორც ყოველთვის აზრი სასულიერო პირები ვიძახდით რომ ქალის ხელის შეხება არ შეიძლება უამრავი აი ეს ხო აი მე მიმართავ ქრისტიანებს მიმართავ მე რომ შეიძლება რომ ადამიანს სიტყვით შეაგნებინო და იმას კი არ ვიძახი რომ გაგინებენ შენ გაჩუმდე მაგრამ ის სიტყვით გაგინებ შენ სიტყვით გაეცი პასუხი ხო და არა ფიზიკურად გალახო იმიტომ რომ შენ დამარცხებული ხარ კაცი როცა ქალს ურტყავ შენ ხარ დამარცხებული რომ აღარ დაგჭა არანაირი არსენალი რომ გააჩუმო ხო და ძალიან ბევრი მიემხრომა შეიძლება ხა მე ამის გამო ლანძღვა დავიმსახურო მაგრამ ყველას დაუმტკიცებ რომ კაცმა ქალზე ხელი არ უნდა აწიოს არ უნდა აწიოს ვერანაირ მაგალითს ვერავინ ვერ მომიყვანს თუ კაცი ხარ და ვაჟკაცი ხარ ვინ კაცს არ ვაყენებ შეურაცხყოფას და შეიძლება ჩემზე ვაჟკაცია ის კაცი თქვენი მხრიდან არის ხოთა გასაგებია გიორგი ხო მე არ ვიცი მაშინ რას გავაკეთებდი მაშინ მე არ ვიცი პირდაპირ გეტყვით მაგრამ დაწყნარებულ და დამშვიდებულ ხასიათზე როცა ვარ ვამბობ რომ არ უნდა შეეხო თუ ქრისტიანი ხარ აი მაგალითად ხო უფრო ჯობდა იქ მისვლა და ესე სიტყვით გაგენადგურებინა და გეთქვა რომ შენ სერაფიმ საროველის ქვეყნიდან ახარ შენ დოსტოევსკის ქვეყნიდან ახარ შენ საქართველოში ხარ რა გრიბოედოვი და უამრავი დიდი მწერალი გორკი და მაიაკოვსკი მოღვაწეობდნენ ჩამოვიდნენ შენ იმის ქვეყნიდან ახარ და შენ ასე არ უნდა ლაპარაკო ადამიანი სიტყვიერი არსებაა და სიტყვით უნდა შეაგნებო შეიძლება სიტყვით ისეთი რამე გითხრა რომ იმ მუშტზე ძლიერი იყოს გიორგი და დაგადუღო საერთოდ და თელი ცხოვრება არ დავიზდეს მაგრამ ის იმ კადრებს რომ რუსები ნახავენ ხო უფრო უარესად გაბოროტდებიან ხო მე არ ვამბობ რომ ჩვენი ძმები არიან და ფეხქვეშ უნდა გავეგოთ არავის არ უნდა გავეგოთ ფეხქვეშ მოყრულად მოსრული მოყრულად უნდა მივიღოთ ტრასტ მისულს ჩვენი ქართლის დედას აგერ ხმალი და თასი უჭირავ ხელში ხო ეს ჩემი პირადი აზრი არ არის უკვე ეს არის ეკლესიის აზრი ხელით შეხება უკვე დამარცხებული ხარ შენ პირუტყვი ხო არ არის ადამიანია ხო ყოველთვის ადამიანს უნდა დაუტოვო აზროვნება რომ მიხვდეს რომ ცუდად მოიქცა კი ბატონო ცუდად რომ მოიქცა უნდა მიახვედრო
თან მამაო რა არის იცით აი მთავარი მანდ რა არის რომ რაღაცა თემა როცა ხდება მოქმედება არ უნდა მოყოს ისეთი იმ თემას რომ გადაფარავს რა იმ თემაზე მეტი თუ არის მოქმედება შენი უკვე აზრი არ აქვს აი მაგალითად მე მოგპარეთ რაღაცა და თქვენ დანადამარტყი და მომკალით ხო უკვე ის რომ მე რო ქურდი ვარ ეს გადაფარა ის რომ შენ მე მომკალი აი კარგი რეზიუმე გააკეთე გადაფაროს რა შესანიშნავია აი შენ შეიძლება მართალი იყო მაგრამ აი ამ სიმართლის დაცვაში თუ არასწორად დაიცავი ხო შენ იმაზე მეტი ბოროტება გააკეთე რა თქმა უნდა მამაო რა თქმა უნდა და ეგ უნდა ბოროტსაც ზუსტად და თან მე არ მიმაჩნია ხა ის სქესით ქალიც რო არ ყოფილიყო მამაო და ნებისმიერი საერთოდ ძაღლს და ეგრე მამაო დიდი მნიშვნელობა ქალს დაარტყი თუ კაცს ნახეთ მამაო ცხოველს რო დაარტყა ეგრე იცი რას გიზამენ 10 წელს მოგცემენ სროქს თან ცხოველსაც გააჩნია იქ თუ წითელ წიგში რო არის და იმეებში იმ ცხოველის გამო შეიძლება იმაზე გაგიშვან წარმოიდგინეთ მამაო და ეხა ეს როგორ შეიძლება არ მოსულა რა ჯერსაც აქამდე მოსულა ყველაფრის მოტანა როცა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის მამაო და შენი ძმის ხო შენ ძმას პირველ შენ უნდა ცეპად მე ესე მიმაჩნია აი ხა არ მიმაჩნია ხოლმე იმ ცხოვლის ზის და ცოლი უზის გვერდი და ვიღაცას გვერდზე მოერევა და დედას აგინებს და ანუ იმას კი მოერია მაგრამ აქ თავის ოჯახის წევს უფრო მეტი შეურაცხმოა მიაყენა ვიდრე იმას თლიანად რომ ამ ორივეს ეგინებინა არ არის სწორი მამაო რა ჯერ შენ უნდაცე შენიას პატივი რა მე ესე მიმაჩნია მე ხლა ყველა ვინც მე და შენ გვიცნობს ლაჩრობას კი არ ვქადაგებთ და იმას კი არ ვქადაგებთ რომ გადაგიარონ და რაღაც ხო აი უყურე ორნაირი მომენტია გიორგი ერთი როცა ეკლესიას პატრიარქს სიწმინდეს ეხებიან ის არ უნდა მოითმინო, მაგრამ თუ შენ გეხებიან, ის უნდა როგორღაც უნდა მოითმინო რა. ეხლა ის რომ ვიღაცა ეკლესიას ბილწავს, ის როგორ უნდა მოითმინო, შანსი არ არის მაგის მოთმენა, უნდა შეაკავო და გამოათრიო აქეთ. ხო, მაგრამ როცა შენ გეხებიან, უნდა სიტყვით დაიცვა თავი და აუხსნა, დასვა და უთხრა რომ შენ სულელი ხარ, ბრიყვი ხარ და შენ საქართველოს კი არ აყენებ შეურაცხყოფას, შენ ქვეყანას აყენებ შეურაცხყოფას და ისედაც არავის არ უყარხართ და მოდი რა წესიერად მოიქეცი რა. ან შეიძლება ისინი რაღაცა მოსაწევის ქვეშ იყვნენ ან რაღაც ნასმები იყვნენ, ხო? ასე რომ ეს ამაზე არც უნდა ვიკამათოთ რა ეს. არა მამაო, შეცდომა ერთი არის და აი წამხალისლებლები უფრო გულს დგენენ მამაო რა. რატო ახალისებ შედალოცილო? არ შეიძლება ამაზე ტაშის დაკვრა კი არ შეიძლება. ჩვენი მკვდარი ჩვენ უნდა დავმარხოთ. რა მოხდა ხვალ მე შემესლება იმას და ნუ ესე არ არის რა. აი ამ აღიარებაში უფრო მეტი სივაშკაცი არის ვიდრე ის ახლა ფაქტი არის ხო? მაგას ვერ გაიქცევი და ესეთი რაღაცა აი ამას რო ვიღაცა უხალისებსო შენ ახლა რუსეთს საქართველოს ხელი მოხდა. აი ეგრე რომ ჩვენიას იგაუკეთონ უბრალოდ მოგვეწონება? რა ვიცი მე არ მგონია რომ მოგვეწონოს. მე მიჯნები ყოველგვარ ზალადობას ორივე მხრიდან, ყოველგვარ აგრესიას. ანუ ჩვენ ის გოგოც არ არის კამფეტი, მაგრამ ეხა მე რო არ ვარ კამფეტი, მას ხო ანიშნავს რომ სიტყვაზე შენ ესეთი სიველური გამოაქვს. გიორგი, ვისაც მეტი მოეცა, მეტი მოეკითხება, შენ რო თვლი რომ ქართველი ხარ და ლამაზი კუთხიდან, ლამაზი ქვეყნიდან ხარ და მაგარი კაცი ხარ, ამას არ უნდა გაუტოლო თავი შენ. იმის დონეზე არ უნდა დახვიდე რა. იმ ვიღაცა სულელი ქალის თავის ქვეყანა შეურაცხო პირველ რიგში და იმის დონეზე არ უნდა დახვიდე რა. მაგარაცას გაგახსენეთ, მამა ანტონ გულიაშვილს ლანძღავდა რა ვიღაცა რა და ამას ენა მოუტანეს რა და იმათ ეგონათ რომ ესეც გალანძღავდა და თან დაასჯევინებდა ხა მამა ანტონი თემა იყო რა და რა გააკეთა იცი თავის ყველაზე ლამაზი ჯვარი გაუგზავნა საჩუქრად თუმცა არ უთხრა თუ მე რო ეს რო ვიცი და მაგიტომ მოგზავნი ის იმ ტიპს ენა ჩაუვარდა მე წარმოიდგინე ზურგს უკან ცუც ლაპარაკო აი ეგრე ხა იმას რომ ერთი ნაჭერი ტორტი გაუგზავნა ხო სიტყვაზე მომფე ხა ელემენტარი რაღაცა იქაც იბზე მამა აი ამიტომ აღმერთთან უნდა იყო რომ უცბად ეს ტვინში მოგივიდეს ესეთი აზრები რა არ ვიცი გიორგი ვინ მოგვემხრობა ვინ არ მოგვემხრობა მაგრამ იცი რა არის კიდევ ვიმეორებ რომ გადაცემა როგორც დავიწყეთ ხო ჩვენ ეკლესია და კანონები და ყველაფერი ჩვენ როგორც გვინდა ისე არ უნდა მოვირგოთ რა ხო და აი ეკლესია ჩვენი რელიგია განსაკუთრებით რელიგიაზე მაღლა დგას და გარკვევით გეუბნება რომ მეორე ლუყა მეუშვირე პირდაპირ გაგებით ხო არ არის რომ მეორე ლუყა მეუშვირე რომ ჩააცხრე ბოროტება ამით ხო ბოროტება უფრო იკვებება რა ხო ბოროტება დაიწყო გამოგიწვია და მეტი ბოროტება ჩაიდინე შენ
და რა მოვიგეთ, ვინ რა მოიგო, ხო? აი ეს არის ქრისტიანობა, რომ ბოროტებით არ უნდა უპასუხო, სისულელით არ უნდა უპასუხო. ამხილე ბრიყვი და უფრო გაბრიყვდება, ამხილე ბრძენი და უფრო დაბრძენდება. ეს არის ბიბლიური სიბრძნე. ხო და ახლა კარგად გამიგეთ, მე მესმის ახლა იქ რა მდგომარეობა და მე და შენ იქ როგორ მოიქცეოდით, არავინ არ იცის, ხო? მაგრამ ჩვენ ხო ვალთ ვადებული რომ ვიქადაგოთ ის რაც არის. ესეა ქრისტიანობა, ეს არის და ახლა დანარჩენი თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი კანონებით ვიცხოვროთ და აი მე ესე მესმის ესეა კაცური და ესე ქრისტიანობა კაცურსაც აღიარებს და ვაშკაცურსაც და ქრისტიანობა კაცების და ღირსეული ქალების და ღირსეული კაცების რელიგია. ტელეფონი უნდა წაერთმიათ მე. თუ ამდენ საკეთებდნენ, ბანო ტელეფონიც წამოიყო მაგდალოცვის, ვიღაჩვენებდა იმ კადრებს, ხო? მე არ ვიცი უკვე რა იყო და როგორ იყო, მაგრამ ნუ ეხლა თუ ამდენ საკეთებ მე ხა ისა მოერიდა რომ მეორე გოგოსი ტელეფონი გამოერთმია, ეს ეხლა ცოტა ისეთია. მაგრამ თუ ილია თოფურია ხარ, ბარე ვიქაც მიდი რა მე რა გააგზელე გზა. იმიტომ რა ვიცი მე. ანუ ცოტა ისეთი ის არის რაღაცა თან პირადი ტრაგედია ამ ტიპისაც ისე მეწოდება მამოვის სიძე და ძალი და საერთოდ ის ძალიან ის არის რთული არის ეს ყველაფერი და რა ვიცი ღმერთმა შეიძლება თქვა რომ ამათ რა ენაღლებათ ეხლა ხო განან და საუბრობენ და რა მე ვაგებული ვარ ის იმაში ბძენია ხო იმ ჟურნალისტი ხარ ჭეშმარიტების შუქურა აი ცოტა დრო დარჩა და იმას ვიშანთებს რომ იმიტომ რომ ვერ მოწინა ხო წინა რა რომელი რა იყო TikTok-ზე რო უფლის ხივიო თუ რა წერო ხავერა გამახსენდა და მაგას მე ვალდებული ვარ გიორგი ვიქადაგო ისე კი არა რომ თქვენ როგორც მოგეწონებათ როგორც არის ისე უნდა ვიქადაგოთ ჩვენი სახარება არა გვაქვს გიორგი სახარება არის ჩვენ ჭკვაზე არ უნდა გადმოვთარგმნოთ 300,000 დომინაციაა გიორგი და ყველა თავისებურად განმარტავს სახარებას ყველა ჭეშმარიტია, ყველას გონია რომ ჭეშმარიტება იპოვნა, აგერ ახლა ახალი ისინი ყავ კიდე პატარა ბიჭები, რომლებიც თავის ჭკვაზე რაღაცებს გადაგებენ, ძალიან სამწუხაროა და ხო არ შეიძლება რომ ყველამ თავის ჭკვაზე გაიგოს სახარება, ხო? და ამდროს ერთი განმარტება აქვს, განმარტებელი არის სულიწმინდა და ღვთივსულიერი მამების კომენტარები წმინდა გარდამოცემა და ასე რომ ჩვენ სახარება ჩვენ ჭკვაზე აგვესრულებინა, დღეს საქართველოს არ იარსებობდა გიორგი და საქართველოს ზუსტად იმიტომ მოვიდა აქამდე რომ სახარების წმენით ვიყავით, მიმტევებლები ვიყავით, თავდაბლები, მოსიყვარულე, თუმცა საჭირო იყო ხმალსაც ვიღებდით, ფარსაც ვიღებდით და როცა საჭირო იყო ლავირებასაც ვაკეთებდით, იმიტომ რომ გადავრჩენილი იყავით რა და მე ვფიქრობ რომ მე ყოველთვის ვიამაყებ რომ ქართველი მართლმადიდებელი ყუდელი ვარ და ყოველთვის ვიამაყებ იმით რომ ჩვენ ვაშკაცი ხალხი ვართ და ვიღაცებზე მაღლა უნდა დავდგეთ ყოველთვის და იმათ დონეზე არ უნდა ჩავიდეთ და რახან იმან მითხრა იმას არ ნიშნავს რომ მეც იმისნაირად უნდა მოვიქცე ვინც ახლა კონკრეტული ფაქტზე არ ვიძახი ზოგადად ვიძახ აი მაგალითად ვიღაცა რეგვენმა ვერ ამხედავს რომ უდელი ვარ და რაღაცა შეურაცხყოფა მომაყენა გადმოხვდე და ეშმაკად ვაქციო ხო არ დავიწყებ ყვირის და წივლის არა უნდა გამეღიმოს ყოფილა შემთხვევები და რომ დაუნახიათ რომ მე ვარ აი ესე ბოდიში მამაო და რაღაცა მამაო რო არა ვარ არ ვიყო სხვას უნდა ცუდად მოეკცე და მithქვია რომ ჩემო კარგო მამაო რო არ ვიყო უნდა შემაგინო ხო ახლა მამაო ვარ არ მაგნიებ და სხვას უნდა შეაგინო ხო ზღოლი არის ამ პარტავნება ხო იცი გიორგი ჩვენ კი არ დაგყვა მანქანა ზღოლი არის ყოველთვის ამ პარტავნება და როგორად დაგყავ მანქანა ისეთი ხარ იმიტომ მივეცი კურთხევა და რჩევა ჩვენ პატიოსან მაყურებელს რომ ჩაიწერეთ როგორ იქცევით როგორი გამონათქვამები გაქვთ საჭესთან და მიხვდებით როგორი პიროვნება ხართ რა თუ თავდაბალი ხარ და აი კაცი ხარ გაგეღიმება იტყვი რომ დაგლოცოს ღმერთმა იქნება შობიარე ცოლი მიყავ იქნება ბავშვი ყავ ცუდად ხო გაატარე წავიდეს მაგრამ შენ რო ამაყი ხარ როგორ კაცო ჩემზე წინ რატო უნდა ჩადგეს და საშნელებები და აი პატარა გინდა აი მანქანის დაყენების გულშიც ხალხს ერთმანეთი დაუხოციათ გიორგი აი კორპუსთან გაჩერებაზე მანქანაზე და ამ დროს მართლმადიდებლები ვართ და წარმოვიდი ხოცავენ მანქანის გაჩერებაზე თქვათ დამასტრო ცოტა მოშორებით გავაჩერებ და ფეხი თავალ სახში ხო არ გადავალ ბილსიტყვაობაში დედის გინებაში ძალიან აი დოსტოევსკი ამბობდა რომ წვრილმანებით და იწყება ყველაფერიო გიორგი და წვრილმანებში თუ ერთგულები არა ვართ ღმერთის დიჩი ერთგული ვერ ვიქნებით რა
ძალიან დიდი მადლობა. გადავაჭარბე ხო? არა, პირიქით, მამო, ძალიან მაგრა იმას ქენით აქვია და უღრმესი მადლობა რომ ხართ, მამაო და ბედნიერებას გისურვებ და ყველაფერს იკეთეს და მადლობა ყველაფრისაც ესე დავამთავრო დღეს და შემდეგში კიდე აუცილებლად აგვისტოში კიდე გვეწვიეთ რა. ხო, მე მგონა რომ განაწყენებული იყავით ეკლას გადაცემაში რომ მივდიოდი და არა, რა სამო, პირიქით. ამოვისუნთქე რომ შემირიგდი. არა, მამაო, რა სამო, პირიქით ისე მიხარია ხოლმე, ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერი კარგს გისურვებ და სულ გისმენთ ხოლმე რაღაცა ისა რა ქვია, ძალიან საინტერესოა სხვათა შორის და ყოველ შაბათს ხართ ხოლმე, ხო მამაო? ხო, შაბათობით 9 საათზე მართლმადიდებლობის სპეკალი, ასე ქვია გადაცემას. თეკლა გოგავასთან ერთად, შენი წყალობით გიორგი, შენ გამაცანიე ადამიანი და ემიგრანტები გვისმენენ სხვათა შორის ძალიან ბევრი. ნუგეშელები და კიდევ სხვა ემიგრანტები. მადლობა ღმერთს, მადლობა შენ გიორგი. მადლობა თქვენ, მამო, მადლობა ყველა იმ ადამიანს. მომავალ გადაცემებში გისურვებთ წარმატებას და საინტერესო გადაცემებს. დიდი მადლობა, მამო, მადლობა თეკლას, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც რა ვიცი, პატივს გცემთ, მამო, ყველას და ეკლესია ვისაც უყვარს ყველა იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, ბედნიერებას გისურვებ და ყველაფერს იკეთეს, დაგიბრუნდებით აუცილებლად ზარებით, ძალიან საინტერესოა, უბრალოდ ადამიანი როგორ გახდა ესეთი, რომ აი მოთმენა და ის საერთოდ უნარი რომ დაკარგა და მოდი ჩვენ ვისაუბროთ აი ამაზე, აი საიდან მოდის საერთოდ ეს ხო დაგროვილი არის ცოტა პატარ-პატარა ესე რაღაცა და ნახოთ აბა დაგიბრუნდებით აუცილებლად 10 წუთში არ გადართოთ.